განაგრძობთ გამოშვებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მზადაა სტომატოლოგიური კაბინეტების მოწყობის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციები მიიღოს და შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინოს. ამის შესახებ მაცნეს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი ესაუბრა. იგი კოლეგებს 1 მაისამდე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური განაცხადის შევსებასა და კლინიკის დაფიქსირებას ურჩევს და აქვე განმარტავს, რომ აღნიშნულ ბაზაში მოხვედრა აუცილებელია. რათა სახელმწიფომ კლინიკების ზუსტი რაოდენობა დაადგინოს. გოგილაშვილის ინფორმაციით ასოციაციაში მალე რეკომენდაციების მომზადება დაიწყება, რომლებიც გასათვალისწინებლად სამინისტროში გადაიგზავნება. ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საიტზე არსებობს სპეციალური განაცხადის ფორმა, რომლის შევსებაც აბსოლუტურად არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, სადაც ფიქსირდება იურიდიული მისამართი კლინიკის სახელწოდება, საქმიანობის არეალი და ეს არავითარ თანხებთან დაკავშირებული არ არის. თემა, რომელიც ყველაზე მგრძნობიარე იყო 14 კვადრატული, მინისტრმა თანამშრომლობა შემოგთავაზა და ვიცხარ, რომ კონსულტაციების გზით შესაძლებელია მოხდეს ამ საკითხების გადახედვა.